მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, დღეს მინდა და მელაპარაკა ადამიანებზე და მეგობრებზე ერთ-ერთმა ჩემმა გამოწერმა დამიწერა კომენტარი, რომ მაგაზე ისაუბრება და მანდ გამომდინარე გადავწყვიტე მაგაზე საუბარი. ბევრ ადამიანს მოგეხსენებათ მეგობრების ყოლა უჭირს გაჩენა ყველაზე მეტად რა, იმიტომ რომ რაღაცა ინტროვერტები რო ვართ, ადამიანები რაღაცა პრობლემები გვექნება ხოლმე რა ადამიანებთან კომუნიკაციაში. და ძირითადად ამის მიზეზი მე ვფიქრობ, რომ არის ის, რომ გვეშინია. ანუ რაღაცა ცუდი გამოცდილება ერთი პატარა ბავშვობაში მაინც რომ შეგხვდეს ისეთი, რომ მეგობარი ვინც გვევასებოდა თუნდაც ხო და ერთხელ მაინც ბურთი არ გვათხოვა, ხო? შეიძლება ამან იმ ხალხზე ზეგავლენა მოახდინოს, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩვენ გაგვიჭირდეს მე მეგობრების შეძენა რა, იმიტომ რომ ჩავთვალოთ, რომ ადამიანები ერთმანეთს არ ეხმარებიან რა, რაღაც მსგავს. მე პირადად არ მქონია ეგეთი შემთხვევები, იმიტომ რომ ადამიანებთან ძალიან მეგობრული ვარ. ვიღაცები რო არიან ხო ძაღლი მირჩევნია ადამიანსო, ზოგ ადამიანს მეც მირჩევნია, მაგრამ ზოგადად ადამიანებს არ მირჩევნია ძაღლი, არც კატა რა თქმა უნდა. რა არაფერი რავი. მე ვფიქრობ ხოლმე, რომ ანუ ეხლა ჩემი პირადი ძაღლი ეხლა ვიღაცა ადამიანს, ვიღაცა უცხო ადამიანს მერჩივნება რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ბევრად უფრო მეტი ემოციური კავშირი მაქვს და არც ეგ არ არის გასატრაგებელი რა. ანუ თუ მეგობრად თვლით ადამიანებს, მას ცხოველებით შეგვიძლია რომ ჩავთავოთ მეგობრებად. მე ეგრე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში. იმიტომ რომ მე ხა ჩემს ძაღლებთან იმენა აი ლაპარაკები მქონდა ხოლმე რა, აი სერიოზული ლაპარაკები მქონდა ხოლმე, რომ აი რა ხდება დედამიწაზე და აი ირანმა რო რაღაცა ატომური ააფეთქოს და ეგეთ რაღაცებზე მილაპარაკია ძაღლთან. ხო და ეხა მაგის გამო არ ვიცი რავი. კაროჩე. ხო, რაც შეეხება ის ადამიანებთან მეგობრობას რომ დაუბრუნდეთ, ძალიან პრობლემატურია ხოლმე ადამიანებთან მეგობრობის მთავარი პრობლემა რა არის, იცი? რომ ორივე ადამიანმა უნდა გამოიჩინოს ინიციატივა. არა და რო ვიზრდებით, მე ხანდახან მეგობრებზე უფრო მნიშვნელოვანი რაღაცები გვაქვს ცხოვრებაში რა, მაგალითად აი შეყვარებული ცოლი ან ამის მსგავსი და მე ისე ხდება ხოლმე, აი დაუშვათ სამსახური გვაქვს, მარტივი რაღაცა 9-დან 6-მდე მუშაობთ, მე საღამოს შეყვარებულს ვნახულობთ, რა თქმა უნდა მეგობრისთვის დროის ჩასმა ცოტა რთული არის მაგ ვითარებაში, თან დასაწყისში, ურთიერთობის დასაწყისში უფრო მეტად რა. მე უკვე ერთმანეთის გაგებას რო ვიწყებთ ადამიანები, იქ უფრო მარტივად არის ყველაფერი მე თუ მკითხავთ. მაგრამ მაინც ძალიან რთული არის ურთიერთობებში დროის აცილება რო არ გავაკეთოთ. იმიტომ რომ არიან ადამიანები, მაგალითად ახლა ჩემ გარშემო ბევრი ადამიანი ყოფილა ისეთი, რომ აი ჩემთან რომ მეგობრობენ, უცებ შეყვარებული გაუჩენია და გაქრენილ, ანუ ვაფშე ქრებიან რა, გინდა გოგო, გინდა ბიჭი, ანუ აზრი არ აქვს მაგას, ქესს არ აქვს არსებითი მნიშვნელობა მან. პროსტა იმენა ქრებიან რა, აი ვაფშე აღარაფერს და მე სანამ იმ შეყვარებულს არ დაშორდებიან, იქამდე არ მწერენ და რო დაშორდებიან, მე მომწერენ, რომ აი წამო ვილაპარაკოთ. იმიტომ ჭირდებათ ეგ ლაპარაკი, მაგრამ ეგეთ დროსაც მე ვფიქრობ ხოლმე, რომ რავი, მაინც უნდა დახვიდე და დაელაპარაკო, მაგრამ მომდევნო ჯერზე როცა შეყვარებულს გაიჩენს, ისევ იგივე დაგემართებათ თქვენ აუცილებლად და ისევ საანგოზე აღმოჩნდებით. ხო, მე არ მიყვარს ეგეთი ისენი. მეც მიქნია ეგრე მსგავსად, შეიძლება სხვა ადამიანებსაც ქონდეთ ჩემს მიმართ ის რა, დამოკიდებულება ეგეთი, რომ აი ამან შეყვარებული რაც გაიჩინა, იმის მერე მე აღარ მკადრულობს თუ რავი რა, ძიძახიან ხოლმე, მაგრამ ნუ ან იმ ზოგ ადამიანთან საკმარისად ახლოს არ ხარ. ზოგ ადამიანთან ყოველდღიურობაში რაღაცები ხდება და მე მარტივად ეშვები უბრალოდ. თორე არიან ადამიანები, ახლა ვისაც ვერასდროს ვერ შეეშვები რა. მე მყავს ეგეთი ადამიანები, ბევრი. ჩვენს YouTube სამყაროში არიან ხალხი რა, ახლა ვისაც ვერასდროს ვერ შეეშვები, იმიტომ რომ შეიძლება თან მეგობრობას არ ჭირდება ეს ყოველდღიურობა რა. მე მაინც მაგაზრზე ვარ, რომ აი ყოველდღიურობაში მეგობარი არის პროსტა, რაც უფრო ყოველდღიურობაში ყავს მეგობარი, მით უფრო მოკლე ვადაზე არის თქვენი ურთიერთობა გაწერილი რა, იმიტომ რომ მეგობართან როცა ხარ, ერთმანეთის თავის ამოწურვაზე ხართ ორივე. ხო და არიან ადამიანები, ვინც ვერ ამოწურავენ თავს, ახლა რაც არ უნდა გააკეთონ და აი ადამიანები, ვინც ძალიან მარტივად ამოწურავენ თავს და მანდან გამომდინარე მე ცოტა ისე ვუყურებ ხოლმე ამ საკითხს რა. ძირითადი მიზეზი ალბათ ადამიანებთან მეგობრობის არის ის, რომ რაღაცა გამოცდილება გვაქვს ცუდი. ან თავიდანვე თუ ეგეთი ადამიანები ვართ, არ ვიცი, მე ვერ ხვდები, იმიტომ რომ მე იმდენად გახსნილი ადამიანი ვარ, ხოლმე შემიძლია რაღაცა საიდუმლო, რომელიც აი საიდუმლო დრას წაგვიქვა ჩემ ცხოვრებაში. შემიძლია უთხრა ტიპს რა, თუ ეხა
რთული რომ ის ადამიანი შესაძლოა კაი ადამიანი იყოს რა. მე რისკები, ეგეთი მსგავსი ტიპის რისკები გამართლებული მგონია რა. ანუ ადამიანზე რისკი გამართლებული მგონია, იმიტომ რომ რაც უფრო მეტ ადამიანს ეგონები დადებითი ადამიანი და რაც უფრო მეტი ადამიანი გეყოლება გვერდში, ეს შენთვის უკეთესი არის. უბრალოდ უფრო მეტი შანსია რომ რომელიღაცამ გიმტყუნოს და რომელიღაცა რომ გიმტყუნებს ადამიანებში, ხო, ეგ არ არის პრობლემა. ადამიანები რომ გიმტყუნებენ, ეს არ არის პრობლემა. არ უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში. ძალიან არ უნდა გიმტყუნონ, რაღაცა ისეთი არ უნდა ქნან, პატიებელი რა. თორე ადამიანებს ახლა შეცდომები ყველას მოსდის რა. ახლა და მაგის გამო მეგობრობის დაკარგვა, იმის გამო რაღაცა სხვა შეეშალ შენთან, აი მე ვერ ვუყურებ მაგას ეგრე სწორად რა. თორე იმ ადამიანებს არ მჯერა რომ აი მთელი ცხოვრება ძმაკაცები არიან და ერთმანეთში რაღაცა პრობლემა არ ქონიათ რა. ეგ არის სისულელე, ეგ არის ზღაპარი. და ვიღაცებს უხატავენ ეგრე პროსტა რა. მაშინ ზურგს უკან აკეთებენ ერთმანეთისთვის ისეთ რაღაცებს, რომ მე ერთმანეთს ესე პირში მაინც შესწინებენ და მე არ მომწონს ეგ სტილი. არ მოგატყუილოთ. თუ გინდა მოგატყუილებთ, მაგრამ არ მოგატყუილებთ, მე არ ვარ მატყუარი. აი ხა ჩემს მეგობრებთან ერთად ის TikTok-ისთვის გადავიღე ახალი რაღაცები იმპოსტერების დაწყებას და მაგეებით ვერთობით ახლა ცოტა ეს 30 წლის პლუს ხალხი შეხედავთ ორი შვილის მამები მე არ ვარ ძალიან ჩემი ხო არის გუში იქ ყველა შვილიანია ერთისგან ხო და დავსხედით და რაღაცებს ვიღებდით გიჟობებს ახლა მე მაგალითად ყავს მაგაცი რომელიც არის 25-26 წლის რომელსაც ყავს ორი შვილი და ერთი არის 17 წლის ფეხბურთელი ბიჭი ან 17 წლის შვილი ყავს ტიპს და ძალიან თავისუფლად გავუგებ იმ ტიპსაც ანუ ბავშვთანაც მარტივად ვიმეგობრებ просто თვითონ ბავშვი რაღაცა ჩაკეტილია შედარებით რო კონცენტრირებულია რა თავის საქმეებზე რა ცალკე სწავლაზე და ცალკე იმაზე ჭვიანი ბიჭია და ხო საინტერესოა ეგეთი რაღაცები რა მე აი ეხა მე მაგალითად მაგ ადამიანის ადგილას რო ვიყო შეიძლება მეგობარი ვაფშე აღარ მჭირდებოდეს იმიტომ რომ შვილი მყავდეს რომელიც დაახლოებით ჩემნაირად დაზრუნებს და დაახლოებით ჩემი თაობისაა რა მაინც ძალიან დიდი სხვაობა არ არის რა ხო ხვდებით 19 წლის ასაკში რო შვილი გაყოლება ძალიან კაია მე მარტივად გავუგებთ ერთმანეთს რა რაღაცა ისა მაგარი პონტია რა კარჩი მე მაგრამ მეასება ეგეთ რაღაცები კი არ მივესალმები ეგეთ ნაადრევ ასაკში ოჯახის შექმნებს და იმებს მაგრამ ნუ აი დადებითი მაგალითებიც არის რა მაგალითად ეგ ადამიანი დღემდე მშვენივრად არიან ორი ულამაზეს და უკარგესი ბავშვი ყავთ და ესე აგრძელებენ ცხოვრებას და ვიღაც ადამიანები ნაადრევ ასაკში რომ იმას ოჯახს ქმნიან ხოლმე არ მთავრდება ეგ კარგად იმის გამო რომ გამოუცდელები არიან ბავშვები. თუ მან და ერთად გაიზრდებიან ხოლმე ეს ორი ადამიანი, ეგ ძალიან კარგი არის, მაგრამ თუ ვერ გაიზრდებიან, всё, მოჭა რა აზრი არ აქვს რა. ნებისმიერ ურთიერთობაში რომაში ცედი ხარ, შენც და ის ადამიანიც უნდა იზრდებოდეთ. და თუ იზრდებით, ორივესთვის სასარგებლოა და ავტომატურად თქვენს ტვინს ენდომება იმ ადამიანებთან კომუნიკაცია. გინდა მეგობრთან, გინდა შეყვარებულთან, გინდა დათვთან, რავი, რაც გინდა ის იყოს. ხო, სამბოლოო ჯამში მე ისე ვფიქრობ, რომ ადამიანებს ყველა ადამიანს ყოველთვის უნდა ქონდეს შანსი რა, ანუ გარიყო ადამიანის არის ცოტა არ იყოს და არასწორი. უბრალოდ უნდა გავრიყოთ ისეთი ადამიანები, ვინც უეჭველი ცუდი ადამიანებია. უეჭველი ცუდი ადამიანები ვინც არიან, ისინი უნდა გარიყო რა, ანუ უყურე ვიღაც ადამიანი შენ კი არა, აი მე ვარ დაუშვათ, ხო? და ვიღაცა მე კი არ მიკეთებს ცუდს. აი ჩემი ოჯახის წევრს უკეთებს ცუდს ან ამ მსგავს რა. ეგეთ ადამიანებს ვერ გავუგებ, ვერასდროს ვერ გავუგებ, რა თქმა უნდა. ანუ შეიძლება ჩემთან მართალი არ იყოს ადამიანი, ჩემთან მართალი იყოს ადამიანთან, მაგრამ აი ჩემს ძმასთან თუ არ არის მართალი უკვე, всё, რა კარგად. ანუ ეგაა რა. ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც შეიძლება ეგრევე უარი ვთქვა ადამიანზე, ეგ არის, რომ აი მე კი არ მიკეთოს ცუდი, მე რო ცუდი გამიკეთოს, მაგაზე კიდე ვილაპარაკებთ, გავივლით რაღაცებს, დავაგვირდებით, ვიფიქრებთ და მივაგნებთ რაღაცა ისეთ გზას, რომ რაღაცა ყველა ბედნიერი იყოს, მაგრამ თუ არ მოხდა ეგრე, ხო, всё, აზრი არ აქვს რა, მე ეგრე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში. ჰაია. ეხლა ძალიან ბევრი საფიქრალი მაქვს თავში რა, არ ვარ მოგატყუოთ. სპონსორის ამბავში ვეძებ რა, ცოტა ისა რთულია.
შედეგები ჭირდება ყველას და შედეგებს 0-დან რო იწყებ, უფრო რთული არის 0-დან შედეგის დადება, ვიდრე ისე. ხო და რაღაცებს ჩაიჭო. და მაგ საფიქრალებში ვარ რა ძირითადად და აქაც ამ არხზე შედარებით მოუსუსტდი მე მგონი რა. იმიტომ რომ ბევრ რაღაცას ვაკეთებ უკვე რა. წარმოიდგინეთ, ვიდეოებს ხო ვიღებ, მე ვამონტაჟებ თვითონ. თან ამ ვიდეოს აქ რო ვდებ, ამას არ ვამონტაჟებ, ხო, ვიცით, მაგრამ ამას ხო დრო უნდა. ამას ხო მენტალური ენერგია უნდა რა, ფიზიკური კი იმდანაც არ ჭირდება. მენტალური ენერგია ჭირდება, რომ ყოველდღიურად რაღაც სალაპარაკო გქონდეს. თან ნაი დღეში 2 ვიდეოს ვიღებ ხოლმე და მე 2 დღე სხვა საქმეებს ვაკეთებ რა. ეგეთი ჩამოვაყალიბე რა, ყველაზე ნორმალური ეგ არის. და წარმოიდგინეთ, რომ არც ერთხელ არ შემშლია ის და არ დამოიწყებია, რომ აი დღეს არ დამიდია შემთხვევით. ანუ არ მქონია ეგეთი მომენტი, რომ აი დამოიწყებოდეს დადები. თავიდან მე მოყოლებული ყოველთვის ყველაფერზე ვდებდი. თან თქვენ არიცით, იქ იტალიაში რო ვიყავით, მაშინ რა ინტერნეტის წყალობით მიწევდა ვიდეოების დადება. აი წარმოუდგენლად ცუდი ვიდეოები იყო. ცუდი ინტერნეტები იყო. ჩვენ ქვეყანაში მაგარი ინტერნეტი გვაქვს, აი მაგას ვერ ვაფასებთ. მაგარი ინტერნეტი, მობაილ ბანკი, რაღაცები განვითარებული კი არა. ელექტრონული მოწყობილობებში და ეგეთებში მაგარი განვითარებულები ვართ, მაგრამ არ ვიცით ეგ კარგად. მოდი ხვალ ვისაუბრებ მაგაზე ან დღეს და ხვალ დავდებ მაგაზე, არ ვიცი ახლა რამდენად ვისაუბრებ რამეზე, იმიტომ რომ საქმეები მაქვს. აი კარგად ბრძანდებოდეთ, ძალიან მიყარხართ. არხი გამოიწერეთ. TikTok-ი თუ გაქვთ, ჩემი ახალი არხი მოძებნეთ, ქვევით აღწერაში არის და ისიც გამოიწერეთ და სულ არ ეპოსტეთ ხოლმე. ვაუ. და დაწერეთ, რომ ვაუ, ეს რა მაგარია. გეხოჭებთ. კაი, მადლობა. კარგად. იაპა. აუ, დამოვიწყდა გათიშ.